გიორგი ბაჩიაშვილმა რეჟიმის სასამართლოში დღეს უნდა გაამხილოს დეტალები, როგორ აღმოჩნდა აბუ-დაბიდან საქართველოში. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათზეა ჩანიშნული. რამდენიმე საათში გაირკვევა, რომელ ვერსიას დაადასტურებს ის სუსის თუ თავისი ამერიკელი ადვოკატის, რომელმაც ინტერვიუ გამოცემა გარდიანს მისცა და ინტერპოლის. ინტერპოლიდან ფორმულას უთხრეს, რომ ივანიშვილის ახლო გარემოცვის ყოფილ წევრს წითელი ცირკულარით არ ეძებდნენ. რობერტ ამსტერდამმა კი გარდიანთან ივარაუდა, რომ ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში დააპატიმრეს და შემდეგ თვითმფრინავში ჩასვეს. ამ ვერსიას ამყარებს გადაცემა დროების ექსკლუზიური ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც სუსის მიერ ბაჩიაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიყალბეა, რადგან ბაჩიაშვილი 24 მაისს აბუ-დაბიში დააკავეს. წყარომ დროებას უთხრა, რომ ბაჩიაშვილი 27 მაისს ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი ბორტით პირდაპირ რეისით ჩამოიყვანეს თბილისის აეროპორტში, ხოლო ბორტზე მას სუსის წარმომადგენლები დახვდნენ. წყაროს ინფორმაციით დაკავების მომენტში ბაჩიაშვილი ეგრეთ წოდებულ მწვანე სასაზღვრო ზოლში ყოფნა შეუძლებელი იყო.